მოგესალმებით. დღეს ბევრ საინტერესო სიახლეზე ვისაუბრებთ, სანამ დავიწყებთ, გთხოვთ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა. ლიგა 1-ის მესამე ტურში PSG ტულზას დაუპირისპირდა. ამ მატჩისთვის პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე გაამწესა. კვარას ნაცვლად ბარკოლამ დაიწყო. ესპანელი სპეციალისტის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში PSG-ს ფანები უკმაყოფილებით ეხმაურებიან. ბოდიში, მაგრამ ენრიკემ რაიმე ხომ არ დაალია. კვარას სკამზე არ ველოდი. უბრალოდ რატომ? ხვიჩა ძირითადი კაცია. კვარას სკამზე დასმა გაუგებარია. შეიძლება ხვიჩას დისკომფორტი ისევ აქვს. არ მესმის, რატომ უნდა დაესვა კვარაცხელია სკამზე. რამე მიზეზი იქნება. საქართველოს ნაკრებისა და ლიონის თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალში ტრანსფერზე ახალ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე ვილიარეალმა გარიგება დაასრულა. ქართველი ფეხბურთელი ესპანეთში შაბათს გაფრინდა, კვირას კი სამედიცინო შემოწმებას გაიარა. ლიონი ამ ტრანსფერიდან 30 მილიონ ევროს მიიღებს. მიქაუტაძე განსაკუთრებული შენაძენია, რომელიც ვილიარეალს სურდა, წერს ფაბრიციო რომანო. მიქაუტაძემ ითამაშა მეცში, ბელგიურ სერენში, ლიონში, აიაქსში, იყო ბელგიის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე თანაბომბარდირი გახდა. მიქაუტაძე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩში გაიტანა გოლი. ვილიარეალი ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ქართველი ვილიარეალთან 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მედიაში სახელდება მისი ანაზღაურებაც 77,000 ევრო კვირაში, რაც გუნდის ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს. საქართველოს ნაკრების ლეგენდამ შოთი არველაძემ თურქეთთან მოახლოებულ მატჩზე ვრცლად ისაუბრა. ყველა ქვეყანას სურს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და ახლა ჩვენი მიზანი მუნდიალზე გასვლაა. ბოლო წლებში საქართველოს ნაკრები ძალიან გაძლიერდა. კარგი ჯგუფი ყავს და ფეხბურთელები ევროპის ტოპ ჩემპიონატებში ასპარეზობენ. საქართველოში ყველა გულშემატკივარი კარგ თამაშსა და გამარჯვებას ელოდება, თუმცა წინ ძალიან რთული შეხვედრა გველის. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან გამართულ მატჩში ბევრმა ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა ითამაშა როლი. დიდ ტურნირზე პირველი მატჩი ჩავატარეთ და ყველანი ვფიქრობდით, როგორ დავიწყებდით შეხვედრას და როგორ ვითამაშებდით პირველ 10-20 წუთში. სწრაფი გოლი გაუშვით, შემდეგ მეორე ბურთიც მივიღეთ, მაგრამ ვარმა გოლი გააუქმა. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და გოლიც გავიტანით, თუმცა მაინც დავმარცხდით. ჯგუფიდან გავედით და შემდეგ ესპანეთთან წავაგეთ, მაგრამ თავარია რომ გამოცდილება მივიღეთ. მენტალურად მაღალ დონეზე ავედით და ახლა საქართველოს მზადაა. საქართველოს ნაკრების ბირთვი ის 16 ფეხბურთელია, რომლებიც ეროვნულ გუნდში რეგულარულად თამაშობენ და ბოლო 2-3 წელიწადია სეზონში 40-ზე მეტ მატჩში იღებენ მონაწილეობას. ადრე, როდესაც ნაკრებში ვთამაშობდი, უგუნდო ფეხბურთელებსაც იძახებდნენ. თუ კარგი მოთამაშე მაისში კლუბს დატოვებდა და 2 თვე ახალ გუნდს ვერ პოულობდა, სექტემბერში ნაკრებში მაინც იწვევდნენ. დღეს ქართველი ფეხბურთელები ევროპის ტოპ ჩემპიონატებში თამაშობენ, ინგლისში, ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩებს ტრაუმების გარეშე შევხვდეთ. ჩვენი ჯგუფის მთავარი ფავორიტი ესპანეთია, რომელიც ბოლო პერიოდი არ გვტოვებს და სულ ჩვენთანაა. საქართველოსთვის კარგი სტარტი გადამწყვეტია და იღბალსაც მნიშვნელობა აქვს. არამედ ლაბარაკობს ბულგარეთზე, მაგრამ სოფიაში ჩასვლა და 3 ქულის წამოღება მარტივი ნამდვილად არ არის. ხვიჩა კვარაცხელია შეუძლია მატჩის ბედი მარტომ გადაწყვიტოს. ამას თითქმის ყოველ შეხვედრაში ამტკიცებს და ოქროს ბურთის ტოპ 5 პრეტენდენტს შორისაა. მისი სათამაშო ფორმა გადამწყვეტია. მას შეუძლია მატჩი ერთი მოძრაობით მოიგოს. გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში თამაშობს, მაგრამ თურქეთსაც ყავს ბაინდირი და გიულერი, რომლებიც მანჩესტერ იუნაიტედსა და რეალში ასპარეზობენ. ამ ასაკში რა ასაკშიც კვარაცხელია ურთულესია ასე ითამაშოს. წლებია საჭირო რომ თამაშის ასეთ დონეზე წაკითხვა და მოედნის ასეთ დონეზე დანახვა შეძლო. ის უკვე უაღრესად ზუსტ და მაღალ დონეზე თამაშობს. იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. წლის საუკეთესო გოლი გაიტანა. საფრანგეთში გადავიდა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ფინალში გოლები გააქვს და ასისტებს აკეთებს. ძალიან ძლიერი და სწრაფია და საოცარი ტექნიკა აქვს. მარტივი არ არის მაღალ სისწრაფეზე ის გააკეთო, რასაც ხვიჩა აკეთებს. ბურთს არ კარგავს და მას ზედმეტად არ ეხება. როდესაც მის თამაშს ვუყურებ, ვფიქრობ, პასი მიცი. კვარაცხელია სწორედ ამ პასს აკეთებს და ეს ბევრად უკეთესად გამოსდის. გიორგი მიქაუტაძე საოცარი ფორვარდია. გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის მეკარეა. გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგში თამაშობს. ჯაკვეტაძე ინგლისში. ოთარ კიტეიშვილი შტურმის კაპიტანია და შეუძლია როგორც მე-6, ისე მერვე ნომლის პოზიციაზე იასპარეზოს. ზურიკო დავითაშვილმაც გასულ სეზონში გამორჩეული სტატისტიკა დააფიქსირა. არ მინდა წინასწარ სცენარები დავხატო და წარმოვიდგინო მატჩი როგორ წარიმართება. მინდა საქართველოს გაიმარჯვოს, თუმცა კარგად მესმის რომ ეს რთული იქნება. თქვა შოთი არველაძე. თურქეთის მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ თავისი გუნდის გეგმებსა და საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა.
პირველი შეხვედრა ძალიან სერიოზულ მეტოქესთან გვაქვს. ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა. ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით უფრო შეკრული გუნდი და შემადგენლობა ხავთ. პირველ თამაშს სრულად კონცენტრირებული უნდა შევხვდეთ. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ დაალაიკეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა.